ვინც ცდილობს 4 წლით არჩეული თბილისის მერის წინააღმდეგ კომპრომატების ომის დაწყებას. არჩევნების შემდეგ ინტერნეტში გიგი უგულავას და მისი ცოლის, რუსთავი 2-ის ახალი მეპატრონის დავით კეზერაშვილის და უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის თამარ ჩერგოლეიშვილის პიკანტური ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ერთობა თბილისის მერის გარემოცვა. კეთი ფარცხალაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ რა რეაქცია ჰქონდა გიგი უგულავას ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე. ეს თბილისის მერის გართობის მხოლოდ რამდენიმე დღიანი ქრონიკაა. გიგი უგულავა არაფხიზელ მდგომარეობაშია. გართობის ამსახველ ფოტოებზე მისი კომპანიონები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი დავით კეზერაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, ჟურნალ ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ვიზაჟისტი მარიგო შხეთელიანი და დედაქალაქის პირველი ლედი ლელა კილაძე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად მოხელე ვალდებულია თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეელახავს მისი როგორც მოხელის მისი დაწესებულების, სადაც იგი მუშაობს და ზოგადად საჯარო სამსახურის რეპუტაციას. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი მოქმედ კანონმდებლობას განმარტავს. იმ შემთხვევაშიც კი თუ დედაქალაქის მერის ქცევა სამსახურისთვის რეპუტაციის შემლახავი აღმოჩნდება, მის მიმართ სანქცია მაინც ვერ გატარდება, რადგან მას ზემდგომი ორგანო არ ჰყავს, ის არჩეული პირია. გიგი უგულავას თანამდებობრივი პასუხისმგებლობა არ ემუქრება, თუმცა გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მისი პოლიტიკური მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. მოხელისთვის, რომელიც ვთქვათ, პერსპექტივაში გეგმავს თქვა პოლიტიკურ კარიერას, რა თქმა უნდა ეს სურათები მას ამ კარიერის გაკეთებაში არ გამოადგება. სკანდალური ფოტოები ინტერნეტით მიმდინარე კვირას გავრცელდა. საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თბილისის მერის მაკომპრომიტირებელი მასალის გამოქვეყნებას შემთხვევითობად არ მიიჩნევს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი არჩილ გამზარდია. საპარლამენტო დონეზე გარკვეული ცვლილებები მივიღეთ ქვეყანაში, მით უმეტეს ეს მრავალწილად შეფასდა და მრავალგზის რომ ეს იყო კომპრომატების ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და შეგვიძლია ეს ასე ვთქვათ გარკვეულ სპეციალისტებმა ჩამოაყალიბონ ხედვა, რომლის მიხედვითაც ეს ჩაითვალოს უკვე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაში გულისხმობ პირველეს ყოვლისა იმას, რომ უკვე მერი როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირი გახდა უკვე საგანი გარკვეული კომპრომატებისა. გიგი უგულავა ცეკვავს, გიგი უგულავა წევს, ზოგჯერ სხვასთან ერთადაც, ზოგან თითქმის ძინავს. არაფხიზელია. ერთგან თავზე ბრჭყვიალა ლენტი უკეთია. თითქოს ჩვეულებრივი გართობის აღამოებია, მაგრამ გიგი უგულავა საჯარო მოხელია. ნებისმიერი მსგავსი ტიპის და მსგავსი რანგის თანამდებობის პირი უნდა იყოს მოდელი ნებისმიერი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის და ამ შემთხვევაში, როდესაც ხედავთ, რომ არც ისეთი, ასე ვთქვათ, გვილად რომ ვთქვათ, არც ისეთი მისაბაძი მაგალითები ჩნდება საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, ბუნებრივია, როგორც ლიდერის მიმართ ის ვერ შეფასდება დადებითად, იმიტომ რომ ის ამ შემთხვევაში არ ჩანს, როგორც მაგალითი საზოგადოებისათვის. მინდა ყველას მიულოცოთ თბილისობა, წარმატება ვუსურვო, ახალი ენერგიით ავსება. დედაქალაქის მერი თბილისობას აღნიშნავს. ტრადიციულად დღესასწაულის მთავარ რიტუალშიც მონაწილეობს, ყურძენს წურავს. ჩვენ მას ფოტოებს ვაჩვენებთ და კომენტარს ვთხოვთ. რამდენად შეესაბამება კადრებზე აღბეჭდილი ქცევა მერის თანამდებობას. უგულავა დუმს. შეესაბამება თუ არა ეს ფოტოები თბილისის საჯარო მოხელის ქცევა. ვიმისურვებდა კომენტარი გაიგეთებინაც თავაცას. იგი რა თქმა უნდა უფერხულად გრძნობს თავს. ამის გამო მით უმეტეს არჩევნების შემდეგ. ეს კიდევ ესეთი ფოტოები რო დაიდება. ეს ძალზე ცუდია, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობისათვის იგი ერთ-ერთი საყრდენი ფიგურაა, ხო? და ალბათ მის პოლიტიკურ მომავალზე საკმაოდ სერიოზული ანგარიში აქვს.
ვინ გამოაქვეყნა ქალაქის მერის პიკანტური ფოტოები, საიდან მოდის გიგი უგულავას დისკრედიტაციის მცდელობა. ოპონენტი პოლიტიკური ძალისგან თუ თავად ნაციონალური მოძრაობის გუნდიდან. ამაზე დღეს მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გაუჩნდა. ვისი ფულით იგულავა უგულავამ? როდესაც ასეთი ვულგარული ჰედონიზმი შეიპყრობს ხოლმე ადამიანს, ყველა ჩვენთაგანის ხარჯზე, ეს უკვე სამართლების სფეროშიც გადადის, ხო? ჩვენ ვეპარება, რომ საკუთარ ხარჯზე აკეთებდნენ ეს ადამიანები მსგავს რაღაცას. მოდელი ეს არის სახელმწიფო ხარჯები. სამწუხაროდ ჩვენთან ჩამოყალიბდა ტიპი პოლიტიკოსისა, რომელიც ესეთი სულიად აშკარა ორმაგი მორალით ცხოვრობს. ერთი არის მისი ეს ფასადი, რა ფასადი და ცდილობს ადგეს საზოგადოების წინაშე და მეორე არის მისი რეალური სახე, ანუ ის რითაც მას სურს იცხოვროს. მე მინდა თქვენი მხარდაჭერა, მე ვთხოვ თქვენ მხარდაჭერას, მე მოველი თქვენ მხარდაჭერას. 2010 წლის მაისი. ეს გიგი უგულავას წინა საარჩევნო გამოსვლა თბილისის მერის პირველი არჩევნების დროს. მან საზოგადოებრივი მხარდაჭერა მიიღო და მერი მეორედ გახდა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარღვიოთ ეს საშინლად მომქანცველი წრე სახლიდან ეზოში, ეზოდან უკან სახლში და შემდეგ ისევ ეზოში. ერთხელ და სამუდამოდ სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან დაღლილი, მაგრამ ამაყი სახლში, სადაც იმედით სავსე თვალებით მონატრებული ბავშვი დაგვდება. ეს არის ჩემი, ეს არის თქვენი, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანი. ეს არის მეტი სარგებელი ხალხს. ეს კი 2012 წლის წინა საარჩევნო პერიოდია. ქალაქის მერი საზოგადოებას ამჯერად მისი გუნდის მხარდაჭერას სთხოვს. გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სახია. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. სტუდია GNS-ი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებად. კარგად ბრძანდებოდეთ.